ეთერში ისევ გადაცემა სუბიექტურიაზე და ჩვენი სტუმარი კამპანიაში შენგეხებას ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი მელაშვილი. უდი ალენზე იცი? უდი ალენზე იცი? რომელი? არ იცი? არა, ეს ამბავი რომ ამერიკელებმა ხო დაურეკეს ახლა მე ასკერი მიიღება უთხრეს. და ვინ დაურეკა ხო იცი? უდი ალენს ჩააბარეს ჩვენი ქვეყანა. უდი ალენი რეკავს ახლა ყველაფერს. კარგი, მომილოთ წავს თუ არ მომილოთ? არა, ჯერ ვნახოთ. დეტალები ეშმაკები დეტალებში იმალება ძალიან მნიშვნელოვანია ფორმულირების საკითხი, ვადების საკითხი, ალბათ ორშაბათისათვის გაირკვევა რა ფორმულირება მათ უდევთ ჩვენი შეთავაზებული. პრინციპში არ თქვა დავით ბაქრაძემ, როცა წინა საარჩევნო პერიოდი ახსენა, თუ კიდე შეიძლება შეიცვალოს. მე ყველა კარგად ვცნობთ ხო ჩვენ ხელისუფლებას. განცხადებები ბევრი მინახავს. მათ შორის დავით ბაქრაძეს ის და მე რაღაცა რო იწერება მთლადისი არა. ეხლა მათ ხანძრის ჩაქრობა სჭირდებოდათ. ანტენებით გამოწვეული ხანძრი. რა თქმა უნდა, ხანძრის ჩაქრობა სჭირდებოდათ, ბევრი დელეგაცია ჩამოდის და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქითა კვირაში ეს მიიღო. მას კიდევ ხანძრის ჩამქრობი? რა თქმა უნდა იყო. არა, ითქვა მე სათქმელი ექნებათ რომ ეს არის ხანძრის ჩამქრობი, იმიტომ რომ ყველა დაუპირისპირდა ამ თეფშებზე რომ ეხლა სისულელე დაწერეს, ხო, დაწერეს რომ რაღაცა თეფშების ინფორმაციის გავრცელება ეს არის შემოწირულობა ერთი პარტიის. ერთი პარტიის სულელეს. თან ინფორმაცია ხო მარტო იმისი აღწევდებოდა რუსთავი რეალ TV იმედი პირადად ივანიშვილს ევრო და მუქთან დაეყენებინა თეფში. ანუ სიგიჟე იყო, ამიტომ ყველა თქვა საერთაშორისო საზოგადოებას ადგილობრივმა ორგანიზაციებმაც რომ ეს არის ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული. ამიტომ ნაბიჯი გადაიდგა ხანძრის ჩასაკრობად და მიიღეს თქვეს ჯერჯერობით რომ იღებენ მასკერის ხლა რას მიიღებენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ანუ მხოლოდ ამ ამბავს უკავშირდება, იმიტომ რომ მე პირველ ნაწილში მოვყევი რეზონანსთან ინტერვიუ დღეს დაიბეჭდა რეზონანსი პავლე კუბლაშვილს, რომელიც ისევ ძველ ვერსიას აწვებოდა ასე ვთქვათ რომ ეს არის კერძო ბიზნესში ჩარევა და ვერ დავალდებულებთ და ასე შემდეგ. აქ მოხდა ესეთი რაღაცა, შიგა საზოგადოება, რა თქმა უნდა, შიგნით საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ბოლოს პარტიები, ხო? ამ დროს გარედან სერიოზული ზეწოლა, მე ასეთი ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე არ მახსოვს. ამ თემაზე რა ზეწოლაც იყო? ერიკ რუბინი. ხო, ეს რაც ღიად ვიცით და ვიცი რომ არსებობს რაღაცა დახურული დიპლომატიური ძალიან სერიოზული ზემოქმედება, რომელიც ხდება ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ მათ დაინახეს ერთი ამბავი. როდესაც ყველა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ვინც სადამკვირვებლო მისია იქნება აცხადებს რომ იცი რა ძალიან დიდი არა მარტო ჩარტერო თუ ეს არ იქნება ჩვენ ფაქტურად ლეგიტიმაციის საკითხი ხდება არჩევნების ეჭვის ნიშნებს ეს ის ორგანიზაციებია რომელთა დასკვნების საფუძველზე ამზადებს საერთაშორისო საზოგადოება იგივე ყველა პარტია მინუს ერთის გარდა და პლუს უკვე საგარეო ფაქტორი ამან მე ვფიქრობ გადაწონა მარტივია. ხო, მაგრამ დრამატულად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. იმ გამოს დღეს წუხებამ დღეს დილით. ხო, დრამატულად მიიღეს, იმიტომ რომ მიხვდნენ ერთ რაღაცას, რომ თუ ჩვენ ვიწყებთ ამას, იგივე ხელმოწერების შეგეხო კამპანია არის, ხო? ტელეკამპანია არის. დიდ ქალაქებში ეს კამპანია გაიშლებოდა, უკვე მათ აწონდაწონეს რა უღირდათ, მათ წინააღმდეგ ფაქტიურად მათ წინააღმდეგ გამოდიოდა, ხო? ეს კამპანია კი არასამთავრობო ორგანიზაციები და რაც უფრო ვარესია, როდესაც ამას არასამთავრობო პლუს გარედან ზევიდან ზეწოლა და მეორე მხრივ ბოლო გაშვება ამ სამი ტელევიზიის, ხო? როგორც ჩანს, რო აწონდაწონეს გადაწყვიტეს, რომ ეს უფრო უღირდათ ეხლა რომ გაეშვათ, იმიტომ რომ მართლა აი ბოლო მოვლენების შემდეგ მართლა სერიოზულად გასულ ლეგიტიმაციის საკითხს. კავკასია ესაც ჩართული იყო. არა, კავკასია ბევრგან არ არის ჩართული. კავკასიასთან დაკავშირებით იქნება სერიოზული სალაპარაკო. კავკასიასაც მისცემეს უფლება. იმიტომ არ მისცემ კავკასიას. კავკასიას ლიცენზია აქვს თბილისის მასშტაბით. მაუწყებლობაზე, ამიტომ თანამგზავრებს ყველას უნდა მისცენ. თანამგზავრობა წესით ყველას უნდა მისცენ. აი, ფორმულირება იყო, რომ ყველა სატელევიზიო არხი ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით, ანუ ყველა სატელევიზიო არხი შესაძლოა ავტომატურად გულისხმობს კავკასიას. მე იმედი მაქვს, რომ გულისხმობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დეტალებში იმალება. აი დაუშვათ ხონის ან ვანის ან არ ვიცი, რომელიღაცა ქალაქის საკაბელო უნდა ჩართოს უკვე. კი, აუცილებლად, ხო? თუ არა მასკერის პრინციპების მიხედვით ის არის ვალდებული რო არხი იძახის რომ არა მაქვს ახლა ხო ეს არა ჩვენ შევთავაზებთ მათ ესეთი ვარიანტიც და ამას ასევე შევთავაზებთ რომ ეგავიცილოთ თავიდან რომ თუკი საკაბელო ტელევიზიას აქვს რაღაცა ტექნიკური ხარჯები რომელიც ვთქვათ მაესტროს ჩართვასთან არის დაკავშირებული ეს ტექნიკური ხარჯები შეიძლება ანაზღაუროს იმ ტელევიზიამ ვისაც ჩართვა უნდა შენ თუ არ გინდა რომელიმე საკაბელოში ჩართვა
ხოლო არ გადაიხდი რა ოფიციალურად მიწერდა. თუ დათვლილი თუ არის რეგიონები, სოფლები, სადაც არც ერთ საკაბელო მაუწყებელი არ არის შესული და ეს რამდენია პროცენტულად? საკაბელო სამწუხაროდ ეს პროცენტები არა თუ მე არა მაქვს, არა აქვს მარეგულირებელ კომისიას, არა აქვს საერთოდ არავის, არა აქვს მარეგულირებელს უნდა მქონდეს. მარეგულირებელს ბევრი რამე უნდა მქონდეს, ინგლისის უნდა მქონდეს, მაგრამ არა აქვს ახლა და რა ვქო. აქ მარტივად არის საქმე. დღეს სახელდება რიცხვი დაახლოებით 150,000 აბონენტი. მოხმარებელი თბილისის გარეთ. ეს არის დაახლოებით თბილისის გარეთ. ხო. ეს არის დაახლოებით 9 მილიონი კაცი. მე ვფიქრობ, რომ ეს ციფრი ცოტა დაწეულია. ძირითადად ეს არის მაინც დიდი ქალაქები და არა სოფლები. ბათუმი, ქუთაისი. ხო, ბათუმი, ქუთაისი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის საყოველთაო მოცვა. ამას შესაძლოა დაემატოს მეცხრე არხის ინიციატივა, რომ თავად დააყენოს. ეს უკვე ხო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თებშების საკითხს და რაც ხდება ახლა ამ თებშებთან დაკავშირებით, ეს აბსურდი, ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ. ეს არის ერთი საკითხი, რაც ეხება რეგულაციებს და მეორე არის უკანონობა, რომელიც თითქოს შემოგწირეს, ანუ თითქოს ხალხს აი ბარტყი გადაუგდეს, ხო გესმის? აი და ისეთი ამბავია, ბარტყი არ არის, მართლა მნიშვნელოვანია, მართლა მიმაჩნია. მე საკუთარ რეგიონში არიან, ასე ვთქვათ. ხო, თელე ახლა სამ რეგიონში ვიყავით, ზუგდიდში, აჭარაში და გურიაში. ძალიან ბევრგან ვერ უყურებენ და ძალიან ბევრგან არის მოთხოვნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ხელისუფლებისთვის ეს ცუდია, იმიტომ რომ გაფუჭებული ტელეფონი უარესია, ვიდრე იმისი ნახვა, რაც რეალობაში ხდება. ანუ საუბრობენ, რომ არხები სადღაც არის. ხო, აუ, იქ ბიჭო, იმისთანა რაღაც აჩვენეს და ამოდენა რო არის, რა გურიაში ხო წარმოგიდგენი, ამოდენა რო არის, რა ნახი ეს ეგ სანამ ერთი სოფლიდან ბოლოში მეორე ბოლოში მერვა აბჯერმეც ლაპარაკობენ უკვე. ამიტომ მე ყოველთვის ვიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა ხელისუფლების, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ინფორმაციას ვერ დამალავ. ეხლა მაშინ მართლა უნდა დააყარო ის რეჟიმი, ოკეი, ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ბატონ ირაკლი არის ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაცია სუფთა პოლიტიკას და წერილიც ჰქონდა ამ თემაზე, სადაც ის საუბრობდა, რომ ეს იგივე არგუმენტი, რომ ეს არის კერძო ბიზნესში ჩარევა და ჰქონდა ასეთი ვერსია, რომ ისედაც ინფორმაცია არ დაიმალება მაშინ, როცა არსებობს ინტერნეტი და არსებობს მეზობლის ასავალ-დასავალი. ჩემო კარგებო, მსოფლიო ბანკის მონაცემებით ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ ინტერნეტისაციის დონით. 100-მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში. ეს ისე რა, ძალიან თანამედროვეები და განვითარებულები რო. ეგერ არის მსოფლიო ბანკის კვლევა, მოდერნიზებულები. ამიტომ ჩვენთან ინტერნეტიზაციის ხარისხი არის ძალიან დაბალი. მაჩვენებელი არის ძალიან. ხარისხი მაღალი რო იყოს, მიშამს არ იქნებოდა. ხო, რა თქმა უნდა, ანუ მაგრამ ეხლა ხომ ახალი პროგრამა ინტერნეტში. ხო, ეს ახალი პროგრამა მესმის, რომ იქნება დაახლოებით 3 წლის შემდეგ, 4 წლის შემდეგ რო ყველა სოფელში ინტერნეტი ხო, არჩევნები აგერა გაქვს, ხო? რაც შეეხება ბიზნესს, ნუ აი რა ვთქვა რა, ახლა როგორ უნდა დავიჯერო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც წარმოიშვა სახელმწიფო, წარმოიშვა კერძო საკუთრების დაცვის პრინციპი და პრიმატი შემოიღო საერთაშორისო სამართალში და ყველგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ახლა ამჯერ მე რო აკომინაშვილი და ზურაბ ჯაფარიძეს არის პიროვნულად საწინააღმდეგო უფრო მეტად აწუხებთ ეს საკითხი და უფრო მეტი ნაფიქრი აქვს ვიდრე ამერიკის კონგრესმა, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთ რაღაცას მივაქციოთ ყურადღება. 92 წელს ამერიკამ ფედერალური კანონი მიიღო. ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ასეთ საკითხებზე ფედერალურ კანონზე შეხება. ძირითადად ეგ შტატების დონეზე რეგულირდება. იმიტომ რომ ძალიან დიდი დეცენტრალიზაცია. მიიღეს ფედერალური კანონი იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალეს მასტკერის პრინციპი, რომ შტატების მთელ ტერიტორიაზე მოქალაქეებს თანაბარი უფლება, ხელმისაწვდომობა, ხელისუფლებას ეს მასტკერი არ არისო, ასეთი არგუმენტიც მოვისვინეთ იგივე აკომინაშვილის მხრიდან. ეს მაშინ, როდესაც არ იყვნენ მზად ამ პრინციპის მისაღებად. მასტკერი არის პრინციპი, რა თქმა უნდა, 50-ან, 60-ან წლებში, როდესაც მასტკერიზე დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მშრალობა, სატელიტური არხები არ არსებობდა, ვერ შეეხებოდა იქ. მასკერი არის პრინციპი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მე მომხმარებელს უნდა მქონდეს ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, როდესაც მასკერის პრინციპს მე შევამატ კანონმდებლობაში, მე ვჭირი იმ პრობლემას, რაც მე მიდგას. აქედან გამომდინარე, მასკერი სხვანაირად მუშაობს, შვედეთში სხვანაირად მუშაობს. აქ როგორ გიწერია? აქ როგორ გიწერია, სიხშირულიც და სატელიტური მაუწყებლების ჩართვის ვალდებულება უნდა მქონდეს. რომელსაც აქვს საერთო ლიცენზია. საერთო ლიცენზია, ხო, ანუ რომელსაც აქვს საინფორმაციო გადაცემები, პოლიტიკური ტოქ-შოუები და დანარჩენი ეს არის ნებაყოფლობით. ჩვენ ისიც შევთავაზეთ, რომ სპატაჟოები რომ დაიწყო ლაპარაკი, რომ ძალიან დიდი დაწოლა იქნება მათ ბიზნესზე, 50% იყოს მასკერის ვალდებულება, ჩემი არხების 50%
უნდა მეტი არ შეიძლება მქონდეს მას გერზე ვალდებულ. არ არის ეს პრობლემა საბოლოო ჯამში გესმით რა შეასახა. არ არის ბევრი არხი რომელსაც ეს გააჩნია. არა, სულ არის 5-6 არხი. რამდენი არხი მოდი დავთვალოთ. 3 რაც გადაიხადია. პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, კავკასია, Real TV, მეორე არხი, მაესტრო და კავკასია. 7. 8 არ არსებობს საქართველოში, არ არსებობს საქართველოში საკაბელო ოპერატორი, რომელსაც 20-ზე ნაკლები არხი ჰქონდეს. მაგრამ არგუმენტები არ იყო. როდესაც ვისყედით ახლა დახურულ კარს მიღმაც საინტერესოა დახურულ კარს. არა, არგუმენტები არ იყო რა, ყველაფერი ვიცით, არ ვიზამთ, არ ვიზამ. არგუმენტებს ვიძახდით ესე ისე, იცი რა, აი ამერიკაში ესე არ არის, იმაზეც ეთქვა არგუმენტი, იცი რა, თქვენ გინდათ რომ აიძულოთ ყველას მაესტროს ყურება. ბიჭო, მე რატომ მინდა ვაიძულოთ? პუნქტი ახლა გადართავს რა. მე ვეუბნები რომ თუ უნდა არ უნდა უყურო. ამით ირიბად აღიარებენ რომ თუ მაესტრო გაშდა, ეგრე გადმორთავენ და უყურო. არა, საინფორმაციო შიმშილი რო არის ადგილებზე, ესენი ძალიან კარგად ხვდებიან ამას. მათთვის ძალიან მძიმე იყო ამ საინფორმაციო შიმშილის გარღვევა და მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიღება, იმიტომ რომ ხო, აი ამ თემშება გადარია რა თქმა უნდა. არა, ეს საერთოდ აღარაფერში აღარ ეწერა, როდესაც გამოაცხადეს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო და არავინ რამას არ ეძახის. თემში თვითმკვლელობა დაყენების არის 90 ლარი. 450 ლარად აყენებდნენ 450 ლარი უნდა გადაიხადოს 10 წლის განმავლობაში, ხო? წლიური 450% არის მოგება მთლიანად ფილმის. ძალიან კაბალური პირობებია, იმიტომ რომ 45% გამოდის წლიური მოგება ფილმის. ასე მარტივად არ ითვლება სხვა ზუსტად არა ფორმულა რაც უფრო მარტივია. ანუ ჩვენი ბიზნეს გეგმარსებდა. არა, ჩვენ მიუძღვენთ დილით ყავდა გლობალიზაცია ფინანსური კონსულტანტები და ეს თემა გავშალეთ კარგად და რა თქმა უნდა მოგებაში რჩება. არა, ძალიან. ერთი შეკითხვა მაქვს ასეთ, რამდენად ამ დახურულ შეხვედრებზე მათი მხრიდან ისმოდა იგივე არგუმენტი, რაც ხიათ უკვე ისმის კერძო ბიზნესში ჩარევა, მაშინ როდესაც საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მაესტროს და მეცხრე არხის არ ჩართვა და რუსთავის და იმედის ამორთვა ეს კერძო ბიზნესში ჩარევის კლასიკური მაგალითია, მაგალითად Silk.net-ის ინჟინერი იყო, დამიმონტაჟეს ერთ-ერთ ოთახში და მითხრა რომ იცი რა, ყველა გვეუბნება რომ მაესტრო რო იყოს თქვენს ჩამონათვალში, უფრო მეტი მომხმარებელი გვეყოლება, ანუ კომერციული ინტერესის მქონე და ასე ვთქვათ, მიზნის მქონე კომპანია, ამის გამო ზარალდება ავტომატურად. ეს მარტივია რა, მე რომ მაგ ბიზნესი საკაბელოს ბიზნესი რა არის ხო მეტი აბონენტი მოვიზიდო თუ არსებობს რეიტინგული ტელევიზია და მე მას უფასოდ ჩართავს თავაზობ მე რატო არ ჩართავ თუ ეს ბიზნესია მაგრამ ვიცით ხო სიკრინეს ხელმძღვანელის განცხადება ხო მაესტრო კარგად მოიქცა ჩავთავ თუ კარგად მოიქცა კარგად მოიქცა კომენტარი ხო ეს როდესაც უკვე ღიათ არის ნათქვამი არგუმენტი ვიკითხოთ იგივე ადამიანს კარგად მოვიქეცით ხო ახლა კანონმა უნდა დაავალდებულოს და მე მგონი გადაიჭრა აი თემშებზე მინდა მაინც რომ კითხო ნუ რასაც ჩვენ უყურებთ ეს გუშინდელი დღე იყო მართლა სიგიჟე რა იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ხოჩერს ცოტა არტისტიზმის შეიტანეს უდიალენი ტყილა არ მიხსენებია ოღონდ ამათაც თავიანთი უდიალინები აი სიმპათიური პოლიციელი გოგონები რომ დააყენეს ანუ რაღაცნაირად გააკეთუშობილეს პროცესი ხო ანუ არ უნდათ რომ ყველა სურათი გააკეთუშობილეს ხო სურათი არ იყო გოგონები და იყო გოგონები რომლებიც შედეგი არ იცოლება სამწუხაროდ ხო და ეს მე ვაწვევი ხას და ჩვენებას რომ ეს იყო პირადად სააკაშვილის ხუშტური აუცილებლად იმ დღეს მოვიდა თავში ეს იმიტომ ან უთხრა ვიღაც ახლობელმა რომ აი უყურებდი მაესტროს. დააკვირდეთ ერთ რაღაცას, სრულიად სხვადასხვა საათებში ხდება სხვადასხვა რეგიონებში შესვლა, ანუ გადაწყვეტილება მზადებული არ იყო. წინა ანუ ლანჩხუთში საერთოდ საღამოს შევიდეს მას ჭელზე ჩათვალა. ფოტოშერტ ციცინათელაში ისე მოხდა მთელი დაყადაღების პროცესი, რომ აღწერაც კი არ ჩაატარეს ადგილზე და არ ბევრი სპონტანური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. წერაზე კი იყო განმარტება მიცემული, მაგრამ ესეც ფაქტია, რომ კრთალი სადღაც ქვემოთ ელექტრონული კრთალი. განმარტება დოკუმენტი არსებობს მაშინ თუ ელექტრონული ხელმოწერა ჩვეულებრივ რომ მიდიხართ
ან მანქანის რეგისტრაციას აკეთებ, ფაქსიმილიას აკეთებ, თუ არა ის ჩანს ეგრევე და აქ არ ჩანდა ეს ელექტრონული ხელმოწერა. შესაბამისად მე მის მინდა რომ აი ეს იყო აი ისე ესეც სპონტანური, აი როგორც ფოტოგრაფების საქმეზე დარწმუნებული ვარ, ეგრე იყო. ძალიან ბევრი საქმე ვიცით ესეთი, როდესაც თუჩი მივიღე და შემდეგ უკვე აი როცა ეს ამბავი ატყდა, მასკერი კიდევ ერთხელ მომს უკან, მაგრამ მაინც ბარტყად გადმო. ხო, რა თქმა უნდა, ეს იყო არა, რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა დავიწყოთ. ეს იყო საპირწონე, რა თქმა უნდა, საპირწონე გააკეთეს, ახლა მასკერი გადმოაგდეს, რომ რაღაცა ეს საერთაშორისო აღშფოთება და ქვეყნის შიგნით აღშფოთებაში ანელონში იყო ნეტა საერთაშორისო აღშფოთება საინტერესო. იყო. ჩვენ ჯერ განამდვილებით ვიცი. განამდვილებით რა იცი? დიპლომატიური კორპუსიდან იყო ძალიან მწარე, ოღონდ ჯერჯერობით კონფიდენციალური, რა თქმა უნდა. დაურეკეს დიპლომატები, არა, რამდენიმე შეხვედრაც იყო, გუშინ სხვა, ხო, რა თქმა უნდა. ანუ ეს ყოველთვის იქნება, სანამ ღია განცხადება გაკეთდება, ხო, ისინი აძლევენ, ეს წარმოვიდგინოთ, ხალხო, ეს იყო ხელისუფლება, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ეძახდა დემოკრატიის შუქურას. ეხლა ამან ერთ დღეში გამოვაქანოს და თქვას, რომ იცი რა, ეს დემოკრატიის შუქურა კი არა, პირწავარდნილი ავტორიტარია და დიქტატორია. ხო, აქდება ეს დიდი ქვეყანაა, მერე ისინი მაინც ფიქრობენ, ყური აქვს გამოჭედილი ამ რუსული საფრთხით, ხო? ისინი მაინც ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ესეთი მკვეთრი მოძრაობა შეიძლება აღმოჩნდეს მთელი რეგიონის ამფეთქებელი. შიგნითაც შესაძლოა პოლიტიკური პროცესებში სერიოზული როლი შეიტანოს ამ საკითხებზე. არჩევნები მოდის და იმით. ქვეყნის შიგნით. ბევრი ხდება, დიანა, ბევრი ხდება, რომ ეხლა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რაღაცა არ მოგწონან ცუდი ხალხი არიან, ბევრი არ არის ისეთი, რომელიც ვერ ხვდება, რომ აი რაცას აკეთებენ ახლა უკვე ეს აღარაფერში აღარ ეწე. რომ ასე არჩევნებამდე ვერ მიხვალ. იმიტომ რომ ყველაფერი წკიბზე დგას უკვე რა. აი ნებისმიერ დაყადაღება, რა ვიცი. სადღაც შეიძლება უკვე ისეთი რაღაცა იყო ხო კონფლიქტი ერთ-ერთ ოფისთან, რა, როდესაც ადამიანები ხო. ანუ უკვე ისეთი დაძაბულობის ფონი იქნება და ისე მიდის ყველაფერი, რომ ყველას ეს საფრთხე აქვს და უწყლობებს სულ მაგას გვეკითხებიან უკვე. ეს საქმე მივა არჩევნებამდე? ანუ არის ეგ შეკითხვა ისმევა, სერიოზული ხალხისგან ისმება ეს შეკითხვა და სერიოზული ხალხი ცდილობს დაადგინოს ეს, რომ ამ გზით სადამდე მიდის ქვეყანა და არავის არ აწყობს ამ რეგიონში დღეს დაძაბულობა და არეულობა. არავის არ აწყობს და ყველა ხვდება, რომ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს ბევრი მიმართულებით. და ნუ მე ვფიქრობ, რომ სერიოზული ზემოქმედება იყო. მასკერი იყო სწორედ ის საკითხი, რომელზეც ღიად საუბარს არ მორიდებიან, მაგალითად ჯონბასი სულ ამბობდა და რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ნინო გელაშვილმა ჩაწერა, სადაც შეკითხვაზე ერთი საკითხი გითხარით, რაც თქვათ ამ საარჩევნო პროცესს გააკეთებს შობილებს დაახლოებით ასეთი იყო შეკითხვა და თქვა სწორედ მასკერის პრინციპი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. შეხვედრაზე ზუსტად ეგ იყო, რომ ესაც შეგვეკითხენ რა. რა არის ის ერთი და სწორედ ეს დასახელდა. სხვა ამოცანებიც გაქვთ, სხვა რაღაცის გადაწყვეტილებაც გინდათ. რა სიტყვით კიდე, აი მასკერი დაუშვეთ. საარჩევნო კოდექსის. საარჩევნო კოდექსი ახლა ის არ მიგვიტოვებია, მithumetes ეს თუ გაგრძელდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ საკითხებზეც შესაძლებელი იქნება და გასაუბრება. ძალიან ცუდი ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში, ეხლა რაც მიდის აი პროცესი მეორე მოსმენით მიიღეს. იმდენად გამარტივდა ხმის დათვლის პროცედურა და იმდენად ყველა საკონტროლო ციფრი ფაქტურად, რითაც შენ მიჭერდი გაყალბებას ამოღებული აღარ ითვლიან არც გაფუჭებულ ბიულეტენებს, არც გამოუყენებელ ბიულეტენებს, არაფერს. ჩვენ გვქონდა სრულად სხვა მიმართულების ცვლილებები შეტანილი, პროექტი შეტანილი, პირველ რიგში ითვალისწინებდა იმას, რომ 12 საათზე და 5-ის გახსნამდე მოსულა ამრჩეველთა რაოდენობა მაშინვე უნდა დაფიქსირებულიყო ოლქში, იმიტომ რომ ეს ცვლილება გააკეთეს 2010 წელს. ამოიღეს, ანუ მაშინვე კი არ ფიქსირდება ეს რიცხვები ოლქში, არამედ ფიქსირდება მას შემდეგ, რაც ხმებს დაითვლიან. მე უბრალოდ კალკულაციით ამ რა შედეგებსაც დაუდოდნენ პარტიებს, შეკრებდნენ და წერდნენ მოსულა ამრჩეველთა რაოდენობას. სანამ მოსულა ამრჩეველთა რაოდენობა იწერებოდა მანამ, სანამ ხმებს დაითვლიან, ეს იყო საკონტროლო ციფრი. იმიტომ რომ ანუ და 2010 წელს ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად სტერილური პროტოკოლები, ისინი რა ქვია, ოქროები. ეს იყო მიზეზი, რომ ესაც უეცრად 2008-ში, 2009 წელში 25% და 30% და მერე უეცრად აღმოჩნდა, რომ სტერილური არის. სატელევიზიო დებატებსაც ითხოვდით, სატელევიზიო დებატებს ვითხოვთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გვინდა რომ ვალდებულება არსებობდეს, საზოგადოებრივ მაუწყებელი არ არის წინააღმდეგი და ამბობს, რომ მე ისედაც მექნება დებატები, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს თემატურ დებატებს. ანუ და ფორმატზე გვაქვს
არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის ორი გადაცემა, რომელიც პოლიტიკური თოქ-შოუა, მაგრამ ეს არის კლასიკური პარტიული დებატები, იმიტომ რომ მოსახლეობა სპეციალური წინასაარჩევნო უნდა რა თქმა უნდა სპეციალური დებატები წამყვანს არანაირი ფუნქცია არ აქვს გარდა მედიატორისა. და ხმას უთიშავს, როცა მისთვის გამოყოფილი კანდიდატის ერთადერთხელ იყო ასეთი გადაცემა თვითმმართველობის არჩევნების წინ, როდესაც ორი დებატი ჩატარდა. ოღონდ უამრავი ადამიანი იჯდა ერთად და არ იყო საინტერესო. ხო, აქ არის 4 მაქსიმუმი 4-5 ეს არის აი ჭერი, როდესაც შეიძლება დებატები. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს ფორმატიც უნდა იცი რა, საქმე იმაშია რომ ჩვენ ცხოვრობთ არანორმალურ ქვეყანაში ახლა. რა თვალსაჩინოდ რომ როგორ შეიძლება თავად ტელევიზია არ იყოს დაინტერესებული თუ დებატს ატარებ ის იყოს კარგად გაკეთებული არაკეთებს მე რა. ხო და მაგასაც მაგასაც მინდა სანამ დასრულდება მაგას რომ უკაცრავად ჩვენ ვიწერს კანონებით დარეგულირება იმის რაც ბუნებრივი ინტერესი უნდა იყოს, მაგრამ ნუ ბუნებრივი ინტერესი ხო ხედავ ტელევიზია გეუბნება ჩვენი ბუნებრივი ინტერესია მაყურებელმა არ მიყუროს და ამოდის გლობალ ტივიდან ახლა აი რა უნდა ქნა მოგიწევს მასტოფერი გააკეთო და ამაზეც გეუბნებიან რომ თურმე ეს ბიზნესში ჩარეო მანერგი რამდენიმე წუთის წინ უგზარ-ციკლაურის განცხადება გავრცელდა პროდიუსერმა შემატყობინა რომ ტრანზიტი გავრცელდება არჩევნების გამოცხადების დღიდან არჩევნების დასრულებამდე როგორ ფიქრობთ არა არჩევნების მეორე დღეს უკვე აღარ იქნება ეს არხები არჩევნების დასრულება არის ხმის შედეგების შეჯამება ასე რომ არჩევნების სრულდება მაშინ როდესაც შედეგები შეჯამდეს მესამე მეოთხე მეშვიდე დღეს არა მე-19 დღეს ჯამდება შედეგები ანუ არჩევნების შედეგი კიდევ 19 დღე ხო წესით ეგრე უნდა იყოს თუმცა მე შედეგის დადების შემდეგ არანაკლებ პოლიტიკური მღელვარების წინაშე ვდგებით ხოლმე როგორც წესი ყველა წინა არჩევნებმა ეს არჩევნა არა ეს ეგ ყველაფერი მე იმიტომ ვიძახი ფორმულირებებზე არის ყველაფერი მე ვფიქრობ არ არის საინტერესო მაშინ ძალიან საინტერესოა ყველაფერი დადო ფორმულირებები არჩევნების შედეგების და არჩევნების დასრულებულად ცხადდება მას შემდეგ როდესაც იდება საბოლოო 2003 წლის არჩევნების შემდეგ არჩევნებამდე არაფერი არ ხდებოდა ისეთ განსაკუთრებული კი რამდენიმე ხდებოდა ხო მაგრამ არჩევნების არა მართალია ხმა მივეცით 12 საათზე დამთავრდა არჩევნების შედეგების ძალიან სული იქნება ამაგისი დაწერა რომ არჩევნები ხმის მიცემის დღემდე აი აბსურდია ანუ ეს დეტალიც ალბათ საინტერესო არა ბევრი დეტალი იქნება საინტერესო მე იმიტომ ვხვდებით ალბათ ორშაბათს იქნება ანუ ეკლე ასევე ზუსტად ერთი წელიწადში არის საპრეზიდენტო არჩევნები ხო ეს არის ბრძოლა ეხლა რაღაცა გამოგვიდგა რომ ეხლა ამის გარანტია არსებობს მე არგუმენტი უნდა მითხრა რომ ეს 60 დღე რომ გადიოდა და ყველა რო იტყვის რომ უირა კარგია და ორგანიზაციებიც რო იტყვის მე უნდა მითხრა არგუმენტი რომ რატო არ უნდა იყოს ხო რატო უბრალოდ რა ზარალი მიადგა კერძო ბიზნესს ვის მიადგა მე დარწმუნებული ვარ კერძო ბიზნესს მაესტროს ჩართვით ხოლოდ გაიზრდება ხომარებელთა რიცხვი აი წარმოიდგინე სადაც მაესტრო არ იყო არჩევნების 60 დღით ადრე არჩევნების დღემდე ჩართეს და მხოლოდ გაიზრდება მაყურებელთა რიცხვი. ამის მონიტორინგსაც ხო მიმდინარეობს ახლა რამდენიმე ორგანიზაცია აწარმოებს. ეს ძალიან სერიოზულია. ეხლა მთავარია მივახციოთ იმას, რომ ეს ერთი პრობლემა რაც ამ არჩევნებზე გვაქვს, ეს გადავლახოთ. ნაბიჯ გიწევს სიარული, იმიტომ რომ ახლა ხელისუფლება ყველამ კარგად ხო არ შეცვლილა. ისეთები არიან, როგორებიც არიან. შეიძლება უკან დაიხია, მაგრამ რა თქმა უნდა არ შეცვლილა. თუმცა მე ვამბობ, რომ საკაბელო მაუწყებლებში აი ამ პატარა ქალაქების საკაბელო მაუწყებლებში ჩვენი არხის მეცხრე არხის ჩართვა მე მგონი კავკასიელები და ვიტყვი რომ რადიკალურად შეცვლის სიტუაციას. კი ეს სამი არხი კავკასია თქვენ და მეცხრე არხი რადიკალურად ცვლის ინფორმირებულობის ხარისხს მოსახლეობის და მათაც იციან და ჩვენც ვიცით ხო იმიტომაც აი ეს თემები ამით გამოწვეული რომ დაინახეს რომ აქ ძალიან სერიოზული ცვლილებები იყო და არა თან მეორეც არის ახლა ნახე რა მოხდა გლობალ ტივიდან ამოერთო რუსთავი და იმედი. უეცად აღმოჩნდა დაახლოებით რამდენიმე 10,000 კაცმა დაკარგა წვდომა და ისინი იღებენ ინფორმაციას მხოლოდ არასახელმწიფო არხების. სხვადასხვა ვერ ხვდები. რატო ამოაძებს? თავის ჭუაში ამითი მათი ბიზნესი დაანგრა. ანუ გლობალს აღარ შეხედავდა ადამიანები. ხო, ადამიანები იმის გამო რომ იქ იყო ეს რეიტინგული შოუები, გასართობი შოუები და რაღაცა ვანო შოუ და
ფილმები და რაღაცები ჩათვალეს, რომ ადამიანები გლობალზე ვარს იტყოდნენ და სიკვდილზე გადავიდოდნენ. აღმოჩნდა ჩვენ მოგდის ჩვენ მოგდის რეიტინგები people metrების მეშვეობით. შეგახსენებთ უბრალოდ რომ people metri არის დანადგარი, რომელიც ზუსტად ზომავს რეიტინგს. და არის ბევრი პრეტენზია ამ people metrებთან, იმიტომ რომ არის people metrებთან არა, მისამართებზე არის პრეტენზია, სადაც დააყენეს. people metrების იმ ოჯახებთან სადაც დააყენეს ეს აპარატურა, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს. მაგრამ კარგი, ამას ახლა ვერ დავამტკიცებ. და ტენდენცია არის სასახა მე ყოველდღე ვუყურებ და როგორც კი რამე ხდება ქვეყანაში, აი დავუშვით გუშინ. ჩვენ მქონდა ყველა არხზე მაღალი რეიტინგი რაღაც გარკვეულ საათებში. ყველა არხზე მაღალი, როგორც კი რაღაც ხდება და რაღაცები სულ მოხდება აცი, ჩვენი სააკაშვილის გადამკიდე, ჩვენ არხს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი იმ მომენტებში. აბსოლუტურად ბუნებრივია. გასაგებია, მე მესმის, მე პირველ ნაწილშიც თქვი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და ძალიან კარგია. უბრალოდ მაინც მინდა გკითხოთ, თუ ისევე აისახება როგორც არის საუბარი, ადამიანი მაყურებელი, რომელიც ინფორმაციის მრავალფეროვნების გემოს გაიგებს 60 დღის განმავლობაში და 71 დღეს მას გამოურთავენ. ან 70-ე. ან 70-ე. მივიდეთ იქამდე, არ ვიცით რა იქნება, ჯერ არ ვიცი ფორმულირება, მივიდეთ იქამდე, ჯერ უნდა ჩართო. ძალიან დიდი მადლობა. არგუმენტები მაინტერესებს რატო უნდა გამორთო. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ თეასი ჭინავს მოусმენ.